მოგესალმებით. ვიწყებთ გადაცემათა ციკლს საუბრები ხატწერაზე, სადაც შევეცდები მოკლედ შევეხო ხატწერის წარმომავლობას, მის ისტორიას, მის თავისებურებებს, კანონიკას, იმ განსხვავებებს, რაც ხატწერას ზოგადად ახასიათებს და რითიც განსხვავდება ის საერო მხატვრობისაგან. ხატწერა, ხატების გამოსახვა კურთხეულია უფლისაგან, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში უფლის კურთხევით გამოისახებოდნენ ქერუბიმები, როდესაც მოსემ ასევე უფლის მითითებით და კურთხევით შექმნა საღვთო კარავი. მაგრამ უფლის გამოსახულება ძველ აღთქმაში არ გვხვდება. ეს იყო აკრძალვა და ეს აკრძალვა ეფუძნებოდა იმას, რომ უფალი არის უკიდეგანო, დაუსაბამო, უსაზღვრო, უხილავი სული, რომელიც ყველგან ყოფობს. და ის არავის სადაუხილავს. ამიტომ სანამ უფალი არ განკაცდა და არ ისურვა კაცობრივი სხეულით მოვლინებულიყო ამ ქვეყნად, მანამდე უფლის სახის გამოსახვა შეუძლებელი იყო. აი სწორედ უფლის კურთხევით ხდება შემდეგ უკვე ხატების შექმნა და ამასაც თავისი ისტორია აქვს. პირველი ხატი საეკლესიო გადმოცემით შეიქმნა ჯერ კიდევ იესო ქრისტეს სიცოცხლის დროს, როდესაც ავგაროზი იყო ესეთი მეფე, ედესის მეფე, დაავადდა კეთრით და მას მსმენოდა იმ სასწაულებზე, რასაც უფალი აღასრულებდა იერუსალიმში, ამიტომ გამოაგზავნა თავისი მხატვარი, რათა ამ მხატვარს დაეხატა უფლის სახე და მას სასოება ჰქონდა, რომ თუ მიემთხვეოდა ამ ნახატს, იგი განიკურნებოდა. რომ გავიხსენოთ ამ პერიოდის მხატვრობა რა დონეზეა მსოფლიოში. არის ძალიან მაღალი დონის პორტრეტი რომში, დიდოსტატები არიან პორტრეტების, არის ეგვიპტეში ფაიუმის პორტრეტების პერიოდი, ანუ ძალიან დაოსტატებულები არიან პორტრეტების გამოსახვაში და მით უმეტეს მეფის მხატვარი იქნებოდა ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, მაგრამ მოხდა ისე, რომ მან ვერაფრით ვერ მოახერხა უფლის პორტრეტის დახატვა, ვერ მოიხელთა მისი სახე. და უფალი, რომელიც არის ყველაფრის გულის გულთამხილავი, მან მოიხმო თავისთან ეს მხატვარი და შემდეგ ხდება ესეთი მოქმედება. აი ამას რომ მივაქციოთ ყურადღება. უფალი მოითხოვს ტილოს, მოითხოვს წყალს, პირს დაიბანს და შემდეგ მიიტანს აი ამ ტილოს სახეზე და მასზე სასწაულებრივად აღიბეჭდება მისი სახე. ეს არის უფლის ხელთუქმნელი ხატი, პირველი გამოსახულება. აი რა სიმბოლური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს აი ამ მოქმედებას, როდესაც უფალი პირს იბანს. ფაქტურად ამაში ჩადებულია მთელი ის ფორმულა, რითიც ხასიათდება შემდგომში უკვე იკონოგრაფია. ანუ ხატზე გამოსახულია არა მიწიერი ამქვეყნიური განზომილებაში მიწიერ სამყაროში მყოფი ადამიანი. არამედ მასზე არის გამოსახულება, რომელიც განწმენდილია ამასოფლისაგან, ამაოებისაგან, ყოველივე წარმავალისაგან და ის სრულიად განწმენდილი, უკვე განახლებული სახით ხდება მისი გამოსახვა. ხატზე გამოისახება ადამიანი არა როგორც სისხლით და ხორცის მქონე, არამედ როგორც უკვე გამოისახება იმ სხეულით, რომელიც ჰქონდა უფალს აღდგომის შემდეგ, რომელსაც არ ეხებოდა ხრწნა, არ ეხებოდა სიკვდილი, დაბერება და რომელსაც ჰქონდა სხვა თვისებები, სულიერი, გასულიერებული იყო უკვე ეს სხეული და გადიოდა დახშულ კარებში, როგორც ვიცით და ასევე ჩვენი სხეულები, რომლებიც ღირსი იქნებიან აი სწორედ ღვთის მადლით მეორედ მოსვლის შემდეგ მკვეთრით აღდგომისა, სწორედ აი ამ თვისებებს, ამ უხრწნელობის და გასულიერების თვისებებს შეიძენენ. აი სწორედ ეს არის ასახული ხატზე და ამ პრინციპით არის სწორედ აგებული ხატწერა.
განსხვავებით საერო მხატვრობაში, აი ჩვენ რო შევადაროთ, აი როგორია თქვათ გამოხატული პორტრეტი, როგორი ხატება, როდესაც მხატვარი ცდილობს, რომ მაქსიმალურად გადმოსცეს ის კანის სათუთი კანის, ფაფუკი, ეს ღაწვები, ვარდისფერი, აი ხორციელი თომ ფერი არის მაქსიმალურად მიახლებული აი კანის ფერთან. ამისგან განსხვავებით სასუფეველში ეს სასუფეველისეულ გამოსახულებას არ სჭირდება აი ეს ხრწნადი სახის ადამიანის ხორციეს გამოსახვა, ამიტომ მიმართავს სხვა ხერხებს. ეს ხერხები ეფუძნება, სხვადასხვა ხერხები არსებობს, ეს არის ფერის საშუალებით, ასევე გამომსახველობის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, რითიც გამოიხატება ხატი. პირველ რიგში ეს არის სახის ფერი. აი რითი განსხვავდება ხატისზე გამოსახული სახის ფერი რეალური ფერისაგან. უმეტეს შემთხვევაში ხატზე გვაქვს ცეთი ოქროსფერი სახის სახე გამოსახული. რას ეფუძნება ეს? თვითონ ოქროს აქვს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა ხატწერაში. ეს ზოგადად სიმბოლო ყოველთვის უკავშირდება ხოლმე სიმბოლური ახსნები ყოველთვის უკავშირდება ხოლმე აი იმ პირველ სახეს, აი რა თვისებებსაც ატარებს აი ესე თუ ის საგანი, ესე თუ ის ნივთიერება და თვითონ ოქრო რო გავიხსენოთ, ოქრო არის ერთადერთი ამ ძვირფას ლითონებში, ვერცხლში და ასევე სხვა ლითონებში, რომელიც არ იჟანგება. და ეს უჟანგაობა, ანუ უხრწნელობა და ეს ნათლის მფენობა, რომ ოქრო ანათებს ყვითლად, გახდა საწინდარი იმისა, რომ ის უხვად გამოიყენება ხატწერაში. გამოიყენება თვითონ ოქროც, ფურცლოვანი ოქროს სახით იქნება ეს ფონებზე დადება თუ შარავანდების შემკობა. და გამოიყენება საღებავები, რომელთაც აქვს სწორედ ესეთი ოქროს შემცველობა. არის ესეთი ძირითადად გამოიყენება ყვითელი ოხრა, ასევე არის ესეთი პიგმენტი, აური პიგმენტი, რომელშიც შედის ესეთი ოქროს მარცვლის მაგვარი პატარ-პატარა ნაწილაკები და აი ეს ყველაფერი აჯინჭებს იმის საშუალებას ხატმწერს, რომ გადმოსცეს ეს ნათელი, რომელთაც გაბწყინებულები არიან წმინდანები. ეს ნათელი, რომელიც გამოისახება ხატზე და რომელიც არის ფაქტიურად საფუძველი ხატწერისა, ეს არის სწორედ ის თაბორისეული ნათელი, რომელთაც უფალი გაბწყინდა თაბორის მთაზე. ეს თაბორისეული ნათელი არის დაუვალი, უფლისთვის დამახასიათებელი, მისი ბუნების გამოხატულებაა, იმიტომ რომ უფალი თავად არის ნათელი და ეს არის ნათელი მიუაჩრდილებელი, ჩაუქრობელი. ანუ ნათელი, რომელსაც არ გააჩნია, არ აქვს ჩრდილი. ჩვენ ცხოვრობთ ხილულ სამყაროში, სადაც არის ხილული ნათელი, იქნება ეს მზე, მთვარე, სხვა მნათობები თუ ხელოვნური ელექტრონული განათება და ამ ნათელს ახასიათებს ჩრდილი. და ზოგადად აი ეს ჩრდილისა და სინათლის გამოსახვა ყოველთვის იყო ძალიან ისეთი მხატვრებისთვის, ისეთი ოსტატობის და სხვა გამოსახველობით ხერხებით გამოისახებოდა ეს სხვადასხვა ნათელი. და ნახატზე გამოსახული ნათელი არის სწორედ ის, რომელსაც ეცემა ამ ხილულ საგანს და შემდეგ უკვე გარდაიქმნება ჩრდილად. და ხატში ამისგან განსხვავებით არ გვხვდება ჩრდილი. ხატში შეიძლება იყოს შედარებით უფრო მუქი ადგილები ხატზე და შედარებით უფრო განათებული, მაგრამ ამას კიდე სხვა დატვირთვა აქვს. ეს არის ის, რომ ჯერ ერთი თითოეული ეს ჩვენ მერე შემდგომში ვნახავთ უკვე ფერის სიმბოლიკაზე ცალკე რო ვისაუბრებთ, რომ ზოგჯერ არის რომ აი ეს თითო ეს მუქი ფერის ამ პირველ ფერს, რომელიც იდება ხატზე, ქვია სანკირი. ანუ მთლიანად იფარება გამოსახულება სახე აი ამ ერთიანი ტონით, სანკირით და შემდეგ ხდება ნელ-ნელა მისი ამონათება. და აი ეს სანკირი არის ხოლმე თავისთავად არის უკვე ფერი. ანუ არის არა ჩრდილი, ესეთი ჩრდილი, რომელიც არის აი ხილულ სამყაროში, არამედ არის თავისთავად უკვე ცალკე ფერის. ხდება წითელი სანკირები, მწვანე სანკირები და ასე შემდეგ. და ეს ჭირდება იმისთვის, რომ ფორმა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული და უნდა იხატებოდეს და გამოსახულება არ უნდა იყოს ბრტყელი.
და ამის გამო გვჭირდება სწორედ ეს გადასვლები, რბილი გადასვლები, მაგრამ ამავდროულად არის ის, რომ სახე შესრულებულია ისე, რომ არ იგრძნობოდეს ხორციელი, სისხლი და ხორცი. და ეს გამოსახულებები თითქოს შიგნიდან არის განათებული, ღვთის მადლით არის შიგნიდან გაბრწყინებული. ის რეალობა, რომელსაც ხაზზე გამოვსახავთ, ეს არ არის ამ ქვეყნიური რეალობა. ამიტომ ძალიან რთულია ამისი ესე გამოსახვა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია მიწიერი ხერხებით ზუსტად აღწეროთ ის მარადიული სამყარო, რომელიც არის გამოსახული ხატზე. ამიტომ ჩვენ ქრისტიანულ ხელოვნებაში მიმართავენ გარკვეულ იგაურ სიმბოლურ ენას, რომ აი ამ სწორედ ამ სიმბოლოებით, ამ იგაურით შევძლოთ, რომ რაღაცნაირად აისახოს აი მიწიერი ხერხებით სწორედ ის უკიდეგანო დაუვალი მარადიული სულიერი სამყარო, სადაც არ არის მატერია, სადაც არ არის სივრცე და სადაც არ არის დრო. აი სწორედ აი ამ საკითხებზე, დროზე, სივრცეზე და მატერიაზე ხატში გვექნება ცალკეული საუბრები. დღეს კი მინდა უბრალოდ აი ზოგადად შევეხოთ სიმბოლიკას. ქრისტიანულ ხელოვნებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა უჭირავს სიმბოლიკას და იყო ხოლმე ესეთი დამოკიდებულება საბჭოთა პერიოდში, რომ ქრისტიანობმა ფაქტიურად გადმოიტანა ეს წარმართული სამყაროდან მისი მიბაძვით გადმოიტანა ეს სიმბოლური სახეები ქრისტიანობაში და ეს აისახებოდა იკონოგრაფიაში თუ სხვადასხვა დარგებში. მაგრამ ეს ესე არ არის, იმიტომ რომ ზოგადად სიმბოლიკა ეს არის ზოგად ადამიანური დამოკიდებულებების გამოხატულება. ადამიანებს აქვთ ერთი საწყისი, ერთი მოდგმავართ ადამიანიდან წამოსულები და ეს ჩვენი აზროვნებაც, სამყაროსეული აღქმაც არის ძალიან მსგავსი. სხვადასხვა კულტურებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩნდება ერთნაირი დამოკიდებულება, ერთნაირი სხვადასხვა სიმბოლოები. და ეს არ ნიშნავს, რომ ერთი მეორისგან სესხულობს და არც იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანობამ ისესხა ეს წარმართობიდან. არამედ ქრისტიანობამ ფაქტიურად თავის სახელი დაარქვა აი ამ თითოეულ სიმბოლოს. ქრისტიანობაში ძალიან უხვად გვხვდება საგნების სიმბოლიკა, იქნება ეს კრავის სიმბოლო, თევზის სიმბოლო, ჩიტების სიმბოლო, თითოეულ მცენარეს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს, თითოეულ ნაყოფს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგალითად, ბროწეული არის სიმბოლო ეკლესიის, მრევლის ერთობის, აქედან გამომდინარე სასუფევლის სიმბოლოც არის და როგორც თვითონ ეკლესიის სიმბოლო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელმაც დაიტია დაუტანა უფალი, აქედან გამომდინარე ბროწეული ღვთისმშობლის სიმბოლოც არის. ბროწეული ასევე სიმბოლოა აღთქმული ქვეყნის, იმიტომ რომ როდესაც მოსემ გააგზავნა თავისი მსტოვრები აღთქმულ მიწაზე, იმათმა მოიტანეს მოსესთან ვაზი, ანუ მტევანი, ვაზის მტევანი, ყურძნის მტევანი და ბროწეული. ანუ ყურძნის მტევანი და ბროწეული ერთად სწორედ არის სასუფევლისეული სიმბოლო და ამას ძალიან უხვად იყენებს ხატწერა, როგორც ორნამენტებში, ასევე ფერით სიმბოლიკაში და ასე შემდეგ. ხატი არის ძალიან პირობითი. არის პირობითი, იმიტომ რომ ფაქტიურად რეალური ასახვა იმ სამყაროსი, სულიერი სამყაროსი ჩვენ არ შეგვიძლია. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამ პირობითობაში არ იგულისხმება ესეთი აბსტრაქცია, მაგალითად, აი რომელსაც მიმართავენ მხატვრები, ხო? აბსტრაქციის დროს ხდება ფაქტიურად დაშლა საგნების. აბსტრაქცია არ აღიქვამს ერთიანად აი რაიმე საგანს, იგივე ადამიანს, არამედ შლის მათ ნაწილებად
ხოლო ხატში ეს მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ არის დარღვეული პროპორციები, არის ხოლმე ესეთი შეუსაბამობა შეიძლება ადამიანის რეალურ აგებულებასთან, არავითარ შემთხვევაში ეს დარღვევა არ არის თვალშიცაცემი და არ არის დამანგრეველი, ისე ეს როგორც ხდება ხოლმე აბსტრაქტულ სურათებზე. ხატი არის ყოველთვის რიტმული, არის სტატიური ერთი შეხედვით, მაგრამ ეს სტატიურობაც გამოხატულია სწორედ იმისი, რომ აღწერს მარადილ სამყაროს, სადაც არ არის დრო, მაგრამ ეს არ არის ესეთი დროის გაჩერება იმ გაგებით, რომელიც შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ. იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ისევ ამქვეყნიური საზომებით მიუდგეთ ამას ყველაფერს. აქ სასופელოში არის მარადიული სწრაფვა უფლისაკენ და აი ეს სწორედ ეს არის ხოლმე ასახული ხატში. აი ამ რიტმში, როდესაც როგორ დგანან ეს წმინდათა ფიგურები ერთმანეთთან მიმართებაში, როგორია მათი მოძრაობა, ხელების მოძრაობა, როგორ არის მიმართული იგი ღვთისაკენ და ღვთისმადიდებელია, როგორი მოძრაობა აქვს დრაპირების ხაზებს, რომელიც აი ქსოვილებს, რომელსაც შემოსილი არიან წმინდანები და ეს უკვე არ არის ხილული ქსოვილი, ეს არ არის რაიმე კონკრეტული მატერია, იქნება ეს ხავერდი, ატლასი, აბრეშუმი თუ ასე შემდეგ. ეს არის მადლის შესამოსელი, რომელთაც იმოსება ადამიანი სასופელში. შესამოსელს სხვადასხვა დატვირთვა აქვს. ჩვენ ვიცით, რომ პირველ ადამიანს სამოთხეში ემოსა ნათლის სამოსი, ამით იყო შემკული. შემდეგ დაცემის შემდეგ განეძარცვა ეს სამოსი და უკვე შეიმოსა უფლის მიერ ტყავის სამოსით, ხო? ეს არის გამოხატულება იმ ხენეში დაცემული ბუნების, რომელიც ადამიანს უკვე მიეცა დაცემის შემდეგ. ამიტომ ხატში არის ხოლმე რომ ხდება სწორედ განძარცვა სამოსისგან, ამ შემთხვევაში ამ ძველი ადამიანისეული ცოდვით დაცემული სამოსისგან განძარცვა, მაგალითად არის ხოლმე ესეთი გამოსახულებები განსაკუთრებით ბზობის ხატში, როცა ეგებებიან ყრმები მაცხოვარს და განიძარცვავენ ამ სამოს და უფენენ ქვეშ. ეს არის რომ ძველი კაცი განვიძარცვოთ და ახალი შევიმოსოთ. იგივე ხდება ნათლისღების რიტუალში, როდესაც ადამიანს ეძლევა ესეთი ნათლობის შემდეგ თეთრი საფარველი, თეთრი სამოსი, ანუ იბრუნებს იმ მადლს, რომელიც განეშორა ადამიანს ცოდვით დაცემის შემდეგ. ანუ ზოგადად რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, ჩვენ შევეხებით სხვადასხვა ასპექტებს, სხვადასხვა საკითხებს, რომლის საშუალებითაც ხატმწერები ცდილობენ გადმოსცენ ის სულიერი რეალობა, რომელიც არსებობს სასופველში. ეს ხატწერის კანონიკა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, საბოლოო სახე დაახლოებით მე-7-მე საუკუნეში ფაქტიურად ჩამოყალიბებულია და მე-9-ში განსაკუთრებით მიეცა უკვე საბოლოო სახე. უფრო ადრეულ პერიოდებში გვხვდება უფრო სიმბოლური გამოსახულებები, ფაქტიურად დაყრდნობილი იმ ძველ მხატვრულ ტრადიციებზე, რომელიც იყო ძველ რომში, იქნებოდა ეს ეგვიპტეში თუ სხვა ქვეყნებში და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ეფუძნება ეს ყველაფერი სწავლებას და ხდება საბოლოო კანონიკის შექმნა. ზოგადად ხატწერა ეს არის იგივე ღვთისმეტყველება, ოღონდ გადმოცემული ფერებისა და უბრალოდ ფერადი შუქების და ხაზის საშუალებით. და რამდენად კანონიკურია თუ არაკანონიკური ხატი, ამისი შემოწმება თუ ამაში გარკვევა ხდება სწორედ იმის საფუძველზე, რამდენად თან ხვდება ის უფლისეულ სწავლებას, საღვთო სწავლებას. ძალიან საინტერესო, ვისაც აინტერესებს, თქვა სიმბოლიკა, იქნება ეს ფერთა სიმბოლიკა თუ საგანთა სიმბოლიკა. ძალიან საინტერესო სიმბოლური ახსნები გვხვდება საღვთო წერილში,
ასევე მამათა განმარტებებში ამ მხრივ ძალიან საინტერესოა წმინდა ანდრია კესარია კაპადოკიელის განმარტება იოანეს გამოცხადების, სადაც აი თითოეულ მუხლის განმარტებაში უამრავ რამეს იპოვის ადამიანი ფერთა სიმბოლიკასთან დაკავშირებით თუ საგანთა სიმბოლიკასთან და ასე შემდეგ. ასევე ძალიან საინტერესო განმარტებებია ხოლმე სადღესასწაულო საეკლესიო საკითხავებში და იქაც აი ძალიან ბევრ რამეზე პასუხს მივიღებთ ან ჩვენთვის საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ, რაც მერე უკვე ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო შემოქმედებითად მიუდგეს თავის პროფესიას და არ იყოს შეზღუდული. იმიტომ რომ რამდენადაც უფრო მეტად იქნება ადამიანი განსწავლული საღვთო სწავლებაში, დოგმატებში, მით უფრო თავისუფალი ხდება იგი და მით უფრო საინტერესო ხდება მისი შემოქმედება. ხალწერეს, აი რომ შევადაროთ, ეს არის რაღაც გარკვეული ენა, ანუ რომელიმე ენაზე რომ ვისაუბროთ, რამე შევთხზათ, იქნება ეს წერილობითი თხზულება თუ უბრალოდ საუბარი, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ეს ენა, ხო? უნდა ვიცოდეთ მისი გრამატიკა, უნდა გქონდეს სიტყვის მასალა, რომ თავისუფლად შევძლოთ მასზე საუბარი. და როდესაც უკვე ვიცით ეს ენა, ჩვენ ვხდებით თავისუფალი და უკვე შეგვიძლია გინდა პოეზია, ლექსები შევთხზათ ამ ენაზე, გინდა პროზა, გინდა ვისაუბროთ. ანუ ხშირად არის ხოლმე, რომ აი ხატწერაში ესეთი დამოკიდებულება აქვს ადამიანებს, რომლებიც არ არიან ამაში გათვითცნობიერებული, თითქოს ხატწერა რაღაცას გრძალავს, რაღაცით შეზღუდულია და ნახატი, ხატვარი უფრო თავისუფალია და ქმნის მას, რაც უნდა. ხატმწერიც ქმნის მას, რაც უნდა. მაგრამ ქმნის სწორედ იმ რეალობას, რა რეალობას მან უნდა გამოხატოს და კარგად უნდა იცოდეს ის ენა, რა ენითაც უნდა ილაპარაკოს ამ რეალობაში, რომ გადმოსცეს ის რეალობა და აი ეს ცოდნა მას სწორედ ანიჭებს დიდ თავისუფლებას. ჩვენ შემდეგ ლექციაზე შევეცდები ვისაუბრო სივრცეზე, რომელიც მოიცავს თავის თავში პერსპექტივას, სხვადასხვა მოცულობით გამოსახულებებს, გამოსახვის ხერხებს და როგორ გამოისახება ეს ხატში და როგორ გამოისახება ეს ნახატზე, აი ამის შედარების საშუალება გვექნება და ასევე შევეხებით შემდეგ უკვე სხვა საკითხებსაც. ამჟამად გემშვიდობებით.